ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდინარეთა კალაპოტებზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამბიონი და დამცავი ჯებირი ეწყობა. სამუშაოები 7 სოფელში მიმდინარეობს. დასრულების შემდეგ დასახლებული პუნქტები წყალმოვარდნებისაგან მაქსიმალურად იქნება დაცული და მთის მდინარეები მოსახლეობას საფრთხეს აღარ შეუქმნის. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. 2024 წელს საქართველოს მთავრობის განკარგულებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1.983.000 ლარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 7 ლოკაციაზე მდინარეებზე განხორციელდა და ნაპირსამაგრის სამუშაოების მოწყობა, ძირითადად ეს იყო ქვისგან მოწნული გაბიონები და ამ ეტაპისათვის მოქალაქეების უსაფრთხოება, მათი როგორც საცხოვრებელი სახლების, ასევე საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უსაფრთხოება არის დაცული. მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად მსგავსი ტიპის სამუშაოებს ახორციელებს და მიმდინარე წელსაც რამოდენიმე ლოკაციაზე სხვადასხვა მდინარეებზე დაგეგმილია ანალოგიური ტიპის სამუშაოების განხორციელება. მდინარე ყოველ წელიწადს დიდდებოდა. გადმოდიოდა აქეთ მოსახლეობისკენ. შეძლეს და გააკეთეს ეს ამბავი. ეს ბადიუმი ძალიან კარგი არის. დავისვენეთ. დავისვენეთ კი არა. მოხარული ვართ ისეთი თელი სოფელი რომ მარტო ეს არ არის გაკეთებული, ქვეითაც გააკეთეს, შუა სოფელშიც გააკეთეს. ეს პატარა ამბავი არ არის. სულ ყველაფერი მიქონდა შვილო. სულ ყველაფერი მიქონდა წყალს. აი ჩემ პირდაპირ დაწაღებულია წყალი. იმ დიდ ადიდებულმა წყალმა წაიღო ეგ დასახლება სულა. თლიანად გზამდე სულ წაიღო